დღეს ნატალის სატკბილეთის პატარებმა პირველ კლასელობასთან გამოთხოვება მუსიკალურ ლიტერატურული კომპოზიციით აღნიშნეს. თავდაპირველად სცენა თოჯინიანმა ცელქმა გოგონამ დაიკავა, რომელიც საყვარელ არსებას სკოლაზე და მათ მომავალზე სიმღერით მოუყვა. მეოცნებად ცისთვალა გოგომ კი ირგვლივ კლასელები შემოიკრიბა და თვალწინ დედაენის თითქმის ყველა პერსონაჟი თუ გმირი გაგვიცოცხლა. შავთვალა გოგო მასწავლებელს გამოუტყდა სიყვარულში. შავთვალა ბიჭმა კი ძია იაკობზე თქვა სათქმელი. სატკბილეთის პატარები დედიკოებსაც ტკბილად ჩაეხუტნენ და ფოტოები მიუძღვნეს. სახალისო მინი თეატრალურ წარმოდგენებს სასიმღერო და საცეკვაო ნომრები ცვლიდა, რომელსაც საყვარელი პატარები როგორც ქართულს, ასევე უცხოურს, შთამბეჭდავად და დიდის მონდომებით ასრულებდნენ. ყველაფერს ირგვლივ კი ნატალი და ნინო მასწავლებლის ხელი ეტყობოდა, სიყვარული და სითბოთ ნაკარნახევი. საფინალო ცეკვა, სიმღერა, ფოიერვერკი და მადლობის ნიშნად მიძღვნილი სიგელი იყო, რომელიც ნატალი მასწავლებელს აწ უკვე მეორე კლასელებისგან ერგო, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას ნამდვილად იტყვიან. ისევ არა აღთვალანებული სიტყვებს ვერ ყვავრობ. მესი მადლობა ჩემს ფასეს მშობლებს, ამხელად ამსახურებს, როგორ დავიმსახურე ამხელად სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა, ათილება მინდა, აცრევება მინდა, მაგრამ მადლობა, თეთრით თქვენს წინაშე, ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს სიტყვები ვისთვისაც დავიმსახურე, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ. პირველი ბ კლასის მოსწავლეებმა ძალიან ლამაზად დაასრულეს სასწავლო წელი, შეაჯამეს. მე ულოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, ქალბატონ ნატალიას, ყველა მშობელს ამ ძალიან ლამაზ დღეს წარმატებული ყოფილიყოს მათი ცხოვრების გზა.